ამინ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს წმინდა ეკლესია ისენიებს წმინდათა მოწამეთა გური, სამონი და აბიბოსი. რომლებიც ამ წმინდანებს განსაკუთრებულად ევედრებიან ოჯახის სიწმინდით და მშვიდობით დაცვისათვის. და შევთხოვ მათ, რომ დაიფაროს ჩვენი ოჯახები საქართველოში, ადრე თქვენ ისით რომ იყო ციხესიმაგრეები იყო ხოლმე და აი ამ ციხესიმაგრეებს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ეხლა ციხესიმაგრეები არ არის, მაგრამ ციხესიმაგრე ჩვენი არის ოჯახი. ბავშვი იზრდება ოჯახში, ადამიანი ზოგადად ოჯახში ყალიბდება, პიროვნება და იქ აღიქვამს სამყაროს, იქედან იწყებს სამყაროს აღქმას. მამაკაცსაც იქ აღიქვამს, დედაკაცსაც იქ აღიქვამს თავისი მშობლების სახით, ოჯახს იქ აღიქვამს. საერთოდ სამყაროს ოჯახიდან იწყება, ოჯახში აღიქვამს ადამიანი და როგორი ადამიანი იქნება ის საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მთავარი მაინც არის დამოკიდებული არის მის ოჯახზე. ოჯახი ეს არის პირველი ჩანასახი ადამიანების ურთიერთობების. აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ამ სამყაროში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის ორი ადამიანის ერთმანეთთან ურთიერთობა. და საერთოდ აი ჩვენი ჟული მთლიანად არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. და ადამიანების ურთიერთობის, როგორც მოგახსენეთ, პირველი ჩანასახი და ყველაზე უპირატესი ურთიერთობა ეს არის ცოლი და ქმარი. უფრო სწორად ეს ურთიერთობაზე მეტი არის, იმიტომ რომ უკვე ცოლ და ქმარს ეკლესია ერთ ხორცად აკურთხებს, როგორც თავიდან ადამი იყო და მერე ადამისგან ევა. აი ესეთი დიდი და საიდუმლო ურთიერთობა არის ეს ურთიერთობა და შევთხოვ აი ამ წმინდანებს, რომ დაიფაროს ჩვენი ოჯახები. აი ამ ციხესიმაგრეების ფუნქცია დღესდღეობით აქვს სწორედ ჩვენს ოჯახებს და ეს ძალიან კარგად იცის მტერმა, გულისხმობს ზოგადად კაცთა მოდგმის მტერმა, რომელმაც ისეთი რაღაცები მოიფიქრა იმისთვის, რომ ესე იგი ქრისტიანული ოჯახი დაინგრეს და არ შედგეს, ისეთი რაღაცები მოიფიქრა, რომ ალბათ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები ამას ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ესეთი ცოდვები გამრავლდებოდა და არათუ გამრავლდებოდა, არამედ კანონის სახეს მიიღებდა და ჩვეულებრივად კანონი იცავს მათ. და ეს არის სწორედ აი უშვილოების ყველაზე დიდი გამოვლინება ადამიანისგან. ჩვენთან აი მადლობას ვწირავ ჩვენ უფალს და იმისთვის, რომ ჩვენ გვყავს ესეთი ბრძენი პატრიარქი, როდესაც აი ეს მტერი, ვიზეც ახლა ჩვენ ვამბობთ, მოადგა ჩვენს მოდგმასაც, ჩვენს ჯიშას, ჩვენს ქართველობასაც და აქაც მოინდომა მსგავსი მისი ღონისძიებების გატარება, მაგრამ საკვირველია ეს ჩვენი პატრიარქის სიბრძნე, რომ ესე იგი ეს დღე არათუ მან ზუსტად განჭვრიტა, რას ებრძოდა მტერი, ამიტომ სწორედ ის დღე უფრო წამოიწია, ეს დღე დაწესდა ოჯახის სიწმინდის დღედ და ესე იგი მტერი რო ფიქრობდა, რომ ესე რო ვთქვათ, აი როგორც ანკეს რო გადავაგდებ ჩვენ და მე თევზი წამოეგება იმაზე, ხომ? ესე იგი მტერი ფიქრობდა, რომ ამით გაანადგურებდა ჩვენს ჯიშს და ჩვენს მოდგმას, ხომ? წამოეგო აი ამ ანკესზე თვითონ და პირიქით გააძლიერა ის საკითხი, რომელიც მას აინტერესებდა, ესე რომ ვთქვათ, პირიქით ჩვენთან წინ წამოიწია და ქართველმა ხალხმა თავისი ნება დააფიქსირა, ისე რომ ვთქვათ, რომ რა არის ჩვენთვის ფასეული და რომ ჩვენთვის ოჯახი არის მთავარი საკითხი და შევთხოვ აი ამ წმინდანებს გური, სამონი და აბიბოს, რომ დაიცვას, დაიფაროს ჩვენი ოჯახები და როგორც მოგახსენეთ, მთავარი სამიზნე დღესდღეობით არათუ ჩვენ ქვეყანაში კი არა და მთელ სამყაროში სწორედ ოჯახი არის, წმინდა ოჯახი და ახლა ისეთი კანონებიც შემოვიდა, რომ ესე იგი
ბავშვი თვითონ ასწავლიან ესე ბავშვებს რომ სქესის თვითონ უნდა აირჩიოს და საერთოდ ყველაფერი და მოკლედ აი მოგეხსენებათ ეს ადამიანზე მივიდა კაცობრიობა მაგრამ ეხა ისიც თქვა ჩვენ აი დღევანდელი სახარებისგან გამომდინარე რასაც დღევანდელი სახარებაში იკითხება რაც რომ რითი უნდა დავიცვა ჩვენ აი რაზე დგას სად არის სიმტკიცე ოჯახის რაში მდგომარეობს და რითი არის ოჯახი დაცული ნახეთ აი საკვირველია სახარებაში ვკითხულობ რომ უფალი ბრძანებს რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაითვისი და დედაითვისი და ცოლი და შვილი და ძმანი და დანი და მერმე ყველა ცულისათვისი ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფა ჩემდა ესე იგი ვხედავთ რომ უფალი ბრძანებს რომ ის მოვალ ჩემთან და არ მოიძულოსო მამაი და დედაი და ცოლი და შვილი აი უბრალო ადამიანს უჩნდება კითხვა როგორ გასო თუ ოჯახი მთავარი საკითხია როგორ უნდა მოიძულო ცოლი და შვილი ხო აი იცით ამის პასუხი რა არის რომ ოჯახის გადარჩენა მდგომარეობს იმაში რომ ჩვენ მივყოთ ქრისტესთან აი ესე იგი მოძულებაში იგულისხმება ის რომ მთავარი ჩვენთვის უნდა იყოს ქრისტე შესაბამისად ოჯახი გადარჩება მაშინ როდესაც მე მაგალითად აი მამაკაცი ჩემ ოჯახში ვამკვიდრებ ქრისტიანულ და ჯულიერ ცხოვრებას და ესე ვზრდი ჩემ შვილებს და ესე ვასწავლი ჩემ ცოლს და ესე შემთხვევაში აი ამას ნიშნავს რომ ჩემთვის თავარი უნდა იყოს რომ ქრისტე რას გვასწავლის ჩვენ და არა ის რომ მე რა მინდა იქ რომ იყოს ისიც აი ქრისტიანული მოძღვრება ესე ასწავლის რომ თავიო მამაკაცისაო არისო ქრისტეო და დედაკაცის თავი მამაკაციაო თუ კი მამაკაცი წარმოიდგინეთ თქვენ რომ უთავოთ იქნება თავისთავად ეს ოჯახი უკვე უთავოთ არის დარჩენილი ხო იმას ეშმაკი აუცილებლად მიანგრმოანგრევს რომელი ხრიკები და რომელი გზებით ამას ჩვენ ვერ გავიგებთ ისე ინგრევა ოჯახი რომ დანგრევის მერე მოდიან გონზე და ეს რა დაგვემართავ იძახიან ანუ ვერ ხვდებიან მივხვდით როგორც აი კაინმა თავისი ანდა რა თქმა კაინი აგერ თქვათ ადა ევამ რომ ესე იგი ისე შეჭამა ეს აკრძალული ხისგან რომ ვერც კი თავიდან კარგი ეგონა უი რა კარგიაო ახლა ღმერთი ვით ვიქნები რომ შეჭამა მერე მიხვდა ასევე ადამმა ასე რომ მთავარი ჩვენთვის უნდა იყოს ქრისტე თუ მამაკაცი უფრო ძლიერია დაუშვათ სარწმუნოებაში და დედაკაცი უფრო სუსტია მან უნდა ეცადოს რომ გააძლიეროს დედაკაცი თუ პირიქით არის მაშინ დედაკაცმა უნდა ეცადოს ამაში არის შენარჩუნება ოჯახის და არა იმაში რომ იცით რა მე რა მინდა და მე რას ვფიქრობ და ასე შემდგომ ხომ ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება. ესე იგი, თუ გვინდა რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს და შევინარჩუნოთ ჩვენი ოჯახები, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ რას გვასწავლის ჩვენ დედა ეკლესია ოჯახთან მიმართებაში. როგორც მამაკაცმა, ასევე დედაკაცმა. უნდა ვიცოდეთ და აი მაშინ იქნება მტკიცე ჩვენი ოჯახები. მაშინ ექნება ჩვენი შვილები, მაშინ გაიზრდებიან, აღიზრდებიან ჯანმრთელები და ჯანსაღები. სხვა შემთხვევაში თუ ოჯახის მონგრევა მოახერხა, ბოროტმა თავისთავად ის უკვე იქ უკვე შთამომავლობას მონგრეულია და თავისთავად ასეთ შემთხვევაში უკვე ის ამ შემთხვევაში აღწევს თავის საწადელს და აღწევს გამარჯვებას და ნუ იყოფინ მისი გამარჯვება ლოცვითა და მეოხებითა წმინდათა დიდთა მოწამეთა გური სამონდა აბიბოსი და ყოველთა წმინდათა წინაპართა ჩვენთან ამინ